გაიხარეთ ჯანმრთელად იყავით, სულიერი წინსვლამიდან გისურვოთ, სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ის რომ დაფარული იყოთ ყოველისა ბოროტისა, ხილული უხილავი საფრთხეებისაგან, რა თქმა უნდა, ამ ჩვენს ცხოვრებას ძალიან ბევრია და მძიმეა ჩვენი ცხოვრება, რადგანაც ცხოვრობთ ხილული უხილავი საფრთხეების გარემოცვაში, ჩვენ თვითონვართ ბრძოლის ველი და გარშემორტყმული ბრძოლებით, მაგრამ განვიცდით, რა თქმა უნდა, ყველაფერს ამას, მაგრამ რა თქმა უნდა, ბრძოლები რო არ იყოს შეუძლებელია, მაგრამ ბრძოლები უნდა გადალახული იყოს. და ვევედროთ უნდა უფალ სულ, რომ ეს გაჭირვება და კრიზისი იქნეს გადალახული. ღმერთს უნდა ვევედროთ და ღმერთისადმი ვედრებასთან დიდი ძაღლი. ჩვენ ხომ მონოთეისტები ვართ, ჩვენ ხომ ერთი ღმერთი გვწევს, მამაძე და სულიწმინდა, ყოვლადწმინდა სამება. ამიტომ კაცრი მონოთეიზმია ქრისტიანობა, ტრინიტარული კაცრი მონოთეიზმი. და ეს მონოთეიზმი, ახალი აღთქმის მონოთეიზმი, ადამიანს უდიდეს ძალას, სულიერ დაცვას, იმუნიტეტს, ბრძოლაში გამარჯვების საშუალებას აძლევს. თუ ადამიანი ეცდება და არ დაიძაბულებს თავს და არ დაიმცირებს თავს, დაიმდაბლება, კი არა დაიმცირება და გაიღატაკე და გაიუბედურება, დაიმდაბლე თავი, რაც სულიერ ამაღლებასა და გამდიდრებას მოასწავებს მომავალში, დღეს და მომავალში. ამიტომ რო არ დავითრგუნოთ ჩვენ ამდენი ბრძოლების, განსაკუთრებით უხილავი ბრძოლების გასაგებად ანგელოსთან მიერ მოვლინებული ეს უხილავი ბრძოლისა, რომლის ტრობს ადამიანს ტრობს მუდამ, მაგრამ ადამიანი უნდა სულ გვიძარებაში იყოს, ლოცვაში იყოს, გაძლიერდეს უნდა, ნებისყოფა უნდა გაავარჯიშოს, აღუდგეს წინ ეშმაკის მანქანებას და რო არ იქცეს ბოროტის ხელში სათამაშო, უნდა მოინდომოს და რა თქმა უნდა, მრავალ არიან, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი, რომელი ბრძვანან მეო, მაგრამ ყოველდღიურად, ყოველწამიერად, მაგრამ ღირსით არ ამეშინოდეს, რამე თუ მე შენ გესაუბრ. ღირსი არ ამეშინოდეს მე ფსალმებს წერია, რამე თუ მე შენ გესაუბრ. თუ კი ადამიანს აქვს ისადმი იმედი, ის იმედი მის გულში საფრთხო სინათლეა, ლოცვა კი ახლობს, გამკვიდრებულია, ცხოვრობს ქრისტიანულად, ერთ ღმერთს აკიდებს მამას, ზეს და სულიწმინდას და იგი დადის ღვთისმსწნევებით, იმედს არ კარგავს, ნათლისაკენ მიისწრაფის, შიში და საფრთხე ყოველთვის არსებობს რაღაცა, მაგრამ დაფეთებული და ფერდაკარგული არ უნდა იყოს, მხნედი ყავი, სასოება გქონდეს, იმედი გქონდეს, დაცვა გაქვს, შენ სულიერი ანგელოზის მიერ მოვლინებული, სულიწმინდის მოვლინებული, სასოება ჩემ და მამა, შესავალებლად ჩემ და ძე, ფარველ ჩემ და სულიწმინდა, ყოვლადწმინდა სამებაო, დიდება შენ და ეს აკადემიოსო არის, ეს იესოს ლოცვის სავით შეიძლება იმეოროს ადამიანმა ვამბობ და წმინდა მამაო. ამიტომ ვინც ღვთის სინათლეშია და იმედი აქვს ღვთისა, არაფერს არ უნდა ეშინოდეს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა, იყავნება შენი, ხო, როგორც წათაშინა, ევეცა ფოტანასა ზედა. თავარი ჩვენ გვეშინოდეს ჩვენი ცოდვების ღმერთსაგან გაუცხოვების, ღვთის შიშის დაკარგვის, სიყვარულის დაკარგვის, იმედის დაკარგვის და ასე შემდეგ. ამიტომ ადამიანები ვართ ახლა და ვინ არის შეუცდომელი და ვინ არის აბსოლუტურად რაღაცა ესეთ ხო უცოდო. ყველას ჩვენი ცოდვები, ყველა ჩვენი გასაჭირი გვაქვს, მაგრამ დიდებულია უფალი, რაც ადამიანს არ და ვერ შეუძლია ზეციეს, მამას, ჩვენსაც, მამას და სულიწმინდას. და მას უნდა ვევედროთ მის უსაზღვრო ძალას. დიდებულია უფალი. მას მისი სიკეთეები უსაზღვროა, მინდა რომ ვევედროთ, ბევრი აქვს მას ძალიან, ბევრი ვევედროთ, ცოტა მაინც მივევედროთ. ბევრი უნდა ვევედროთ, ერთი წვეთი ღვთისა, მთელ თბილისს ეყოფა, ერთი წვეთი ღვთის, ერთი წვეთი რო არ დამოგვიგდოს, გვეყოფა ყველას. ამიტომ ბევრი ვევედროთ, უსაზღვროა, ჩვენთვის არ მოუდგენელი რაღაცა ეს, ადამიანს თვინი ვერ იტევს, ადამიანს ცნობიერად. შვიდია, უსაზღვროა, ყველა ადამიანს სიკეთეს უვლენს, განუსაზღვრელია მისი სიკეთეების რიცხვი, ისი აღრიცხვად შეუძლებელია საერთოდ. ვის შეეწყარებს უფალი? ვინც სულიერად შვიდია, ხო? ვინც არ შფოთავს, არ წუწუნებს, დტვინავს, არ აბრალებს სხვას, აი მე არა, იმ ბრალია, ამის არა, ამის ბრალია, ის რო რაღაცნაირ მიზეზს ყოველთვის მოიძებნება. საკუთარი თავის გამოსწორებით იწყებს, ცდილობს საკუთარი თავი გამოასწოროს, არ შფოთავს, შვიდი ვარ და დაბალ გულითავო, ხო? გახსოვთ, მათეს სახარების მეთერთმეტე. ამიტომ ვინც თვლის რომ შვიდია და დაბალია, იგი ქრისტეს ემსგავსება. იმიტომ ისწავლეთ შემდგომ რომ შვიდი ვარ და დაბალ გულითავო. ყველაფერი ხდება ამ ქვეყანას რა ვქნათ, მაგრამ სიშვიდით უნდა მივიღოთ, შვიდად უნდა ვიყოთ,
ვეცადოთ რომ ის მოწაფეობა, რომელიც მოგცა ეს პატივი შევირგოთ და შევისისხორცოთ. ცოდვილი ვართ, რა თქმა უნდა, ცოდვილი ვართ, თავი დავიმდაბლოთ, ვაღიაროთ შენს თომაცო და მოვინანიოთ, რა მოხდა მე რა გუნებრივია, ამაში ეს თავისთავად ესეც უნდა იყოს, ხო? რა მოხდა, მაგრამ ცოდვის მერე რასაკეთებ ის არის გავარი. ნანობ მე აცნობიერებ, გამოგავს გაკვეთილი კიდევ გამოგავს ზნეობრივი გაკვეთილი. ეს არის თავი. და უცოდველი ვინ არის? და სიმშვიდეს მიიღებს შემდეგ. აი ამიტომ ეს მინდა გისურვოთ. აკუთვნებდით უფალსა, რითი? ჩვენ ეკლესიური ცხოვრებით ვაკითხოთ აზრით, სიტყვით, საქმით, ახსარებით და უგალობდეთ ღმერთს ჩვენსა მუდამ უწყვეტი უნდა იყოს, დესმით უმეტეს უწყვეტი უნდა იყოს უფლის გამდიდება, უფლის სახელის გამდიდება. რომ შენს თანა გამდიდებული იქნეს, სულ უწყვეტად უნდა ლოცვა. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ არც არ არის შეუძლებელია ის ძალიან ადვილია თუ კი მოინდომებს. უწყვეტად აი ღმერთში იყოს სულ. ღმერთი ახსოვდეს, სულ შეიძლება ხელში ლოცვანი არ ეჭიროს, მაგრამ ლოცვით მდგომარეობაში იყოს. საუცნობელია. აი ეს უნდა გავაკეთოთ. და ადამიანს გაათბობს ეს, ათბობს ადამიანს ეს ლოცვა, ათბობს. შემოსავს, გარემოსავს, ეს იცავს, როგორც ცეცხლი ეს ლოცავს და რაც უნდა სულიერად გაყინული და გაქვავებული იყოს ადამიანი არ ბილებს, აჩვილებს მის გულს, მის გონებას, აქმაც ხდის, ადვილად ამიქვავს ადამიანი, თბება სულიერად, უხარია ადამიანს. აუცილებელია რაღაცა მიწიერი სიხარულები და რაღაცა მიწიერი საჩუქრები. თვითონ მდგომარეობა არის სიხარულისა. სახარება თვითონ სიხარულია, თვითონ მდგომარეობაა სასופველი შენშია. შენში მყოფი მდგომარეობა ცნობიერების გულის ეს ადგილიც არის, მაგრამ ამავე დროს ადგილიც არის. ყოველგანაც ყოველსა აღავსებს. მაგრამ ამავე დროს შენში არის და შენ უნდა იყოს ღმერთში. ღმერთი სადაც ყველგან არის, მაგრამ შენ უნდა იყოს ღმერთში. ხო, რო არ გაიყინო სულიერად. ღვთის სიტყვა ყოველთვის ვრცელდება შენში შემოდის. ამათ ვიგზით ხუთივე თუ რამდენი ზნობა არის, ხუთი ეს ოფიციალურად ფიზიოლოგიური, მაგრამ არის უამრავი სხვა მეტაფიზიკური შეგრძნება, რომლებიდან შემოდის ღვთის სიტყვა ადამიანში ათბობს, ღვება ადამიანის სულიერ შეგრძნებებში ღვება და გზას უხსნის ყველა იმ გაყინულ ჩვენი ცხოვრების მდინარეს. აფეთქებს და წყალი თავისუფლად გადის და ახალი ჟანგბადი ეძლევა ადამიანს. და ეს არის სულიერი წინსვლა, რისთვისაც ჩვენ მოწოდებული ვართ. მერხლა დაგუწევ ძალიან მეყვარხავთ მადლობის ეს ის იყოს თქვენ ყოველთვის თანა. ამინ.